გამარჯობა, გონოყრობთ გადაცემა სპორტულებს, გიორგი ჯანელიძე, ირაკლი ვახტანგიშვილი და მე გიორგი ჯაფარიძე. ეს არის 2022-ის ბოლო საახალწლო გამოშვება. ეთქობა კიდეც. როგორ ხართ? ხნედ. ვისი სახელობის გადაცემა გვაქვს ბარემ აქვე მოუგვარდით და დანიალვეშის. ჩემი ვერსია დანიალვეში. გიგაჭიკაძე. გიგაჭიკაძე. რატო დანიალვეში? იმიტომ რომ მაგარი კაცი არის. ბარსელონადან გააგდეს 2016-ში, როგორც ამორტიზებული, გააგდეს არ არის, გააცილეს კი ბატონო. მე ცადესი ხან, ვიღაცა ფირპო ხან, ისა ხან, ისა ერთი წელი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე წელს მიხდნენ, რომ რა უნდა იქნა და დააბრუნეს უკვე 38 წლის დანიალვეში. და პირველივე თამაშში საგოლე პასი გააგო. საგოლე პასი შრობანი არის. კი. გიგაჭიკაძის ჭუბი მოდის ის გადაცემა როგორ სამ დღეში. ხო, იმიტომ შემდეგ გადაცემა იქნება უკვე ჭუბარი იქნება გიგას მოგებული იქნება. მოგებული იქნება, ნაზეი მარი გვექნება მთელ ქვეყანას. ჭიკაძე გადაწყდა. ჭიკაძე გადაწყდა წარმატებები გიგას და თუ გვიყურებს, რაღაცას გამომიგზავნის. კარგი. თქვენ არ მოგცემთ. რისიმეძე რომ დანიალოში რაღაცას გამოუგზავნის. მაშინ გიგამ ჩვენ უნდა გამგვიგზავნოს რამე. მოდი გიგამ მოიგოს, არ მინდა არაფერს გამოგზავნა. და მე გიგას მე ერთ კვირაში არის ილია თოფორიას ანუ დანიალოში გოლიც რო გაიტანოს, შემდეგზეც არა აქვს შანსი. შემდეგი ეს კვირა დაკავებული არის. მაშინ ამას რაღაცა უკვე აღებული აქვს დანიალოშისგან. კი. არა და ისეთ ასაკშია რომ ყველა კვირა კრიზისულია. იმ კვირაში თუ ვერ გახდა, მე შევდაანებოს და არა უშავს. მოდი დანის ბრაზილიურმა სპორტულებმა მიხედოს. ლოს სპორტოს. ლოს სპორტულოს. ამბები რომელიც ჯობია კუთხურს. NBA-ში დაფიქსირდა ესეთი იშვიათი სტატისტიკა, არც თუ ისე სახარბიელო. საყვარელი სტატისტიკა. 24 წუთი გაატარა დენი გრინმა მოედანზე, 0 ქულა, 0 მოხსნა, 0 შედეგენი გადაცემა, 0 ჩაჭრა, 0 დაფარება. აი ესეთი 24 წუთი გაატარა მოედანზე ფილადელფიას ეს კალათბურთელმა. ისე თამაშია რომ გამოიქნა პირსახოციც არ უნდა მიაწოდო. არა, ხო. ვიდრე სახში უნდა წავიდე. დასაბანათაც არ უნდა შეუშვა. აი, ერთი ვერსია რომ არ ჩანდა. როგორ აი პასი როგორ არ მიცეს? არა, პასი არ მიცეს, არა, არ მიცა. გადაცემას რომ მიცეს, მე მოყვაში გენიკო. ამან რომ მიცეს, პასი უნდა მიცემ. ხო. და რანაირად მოახერხა რომ 24 წუთი ესე გაატარა მოედანზე. არა და არ არის თუთი კალათბურთელი, სამიანებს კარგად ისვრის, უბრალოდ ბოლო წელები რაღაცა ვერ ააწყო რა, ვერ ჩაჯდა ვერცად გუნდში, მაგრამ აი ესეთი ხიშტების პრემიაზე გავიდა რა. ხო არის ეგეთი რუკეშიც. შეიძლება ეგ ამოცანა ქონდა. მაგრამ ამაშიც არ გაუმართლა. ხო? რატო არ გაუმართლა მოგვიანებით? მანამდე ასეთი სტატისტიკები ყოფილა, მაგალითად 2021 წელს ევერი ბრედლი ჰქონდა 21 წუთში ზუსტად იგივე და არც ევერი ბრედლია ცუდი კალათბურთელი. ტონი სნელი 2017-ში 0-ებით. აი, უკვე აქ 0 დაკარგვა აქვს სამაგიეროდ, არც დაუკარგავთ ბურთი. 28 წუთი დაკარგეს ტყუილად ანდრე რობერტსონი 2016-ში. მაგრამ მე თამაშის მე ასე რომ გადახედეს თამაშს აღმოჩნდა რომ თუმე ერთი ჩაჭრა გაუკეთებია. რომელს? დენი გრინს. აი ეს ჩაუთვალეს ჩაჭრათ, აი. უყურე ხა, აი ეს ბურთი ხო დაიკარგა და აი დენი გრინმა მიასწრებია და მე აი ესეთი სტატისტიკა დაფიქსირე ერთი ამაშიც არ გაუმართლა რომ ხიშტების პრემიაზე გასულ. თავისიანს ჩაუჭრა. ხო, აი სამივე შეიძლება. ხო, იასტრო. შეიძლება თვალით ანიშნა რომ რაღაცა გამაკეთებილიო მეცოდა. აუ, ბიჭო. ეს მაინცოდა. ოზე ერთი ჩაჭრა დაუწერეს და იცი რა არის საინტერესო ეს ჰოროსკოპით ვინ არის და იმ დღეს რა ეწერა ჰოროსკოპში. სუდი დღეა კალათბურთის სათამაშო თუ ეწერა და გავიდა. არ წახვიდე სამსახურში თუ ეწერა. ხო. დრო გაატარა ოჯახთან ერთად ახლა. ან შეიძლება ქონდა რომ პასი არ მისცე და არ ესრო სუდი დრო. ხო, სუდი დღეა პასის მისაცემად და სასროლად. დასაფარებლად და მოსახსნელად და ბურთის ჩასაგდებად. ეხლა კარგი ამბავი ისე რომ ახალი წელი დაიწყო იროკეზიანი კაცი. უკვე უყავს პირველი მსოფლიო ჩემპიონი 2022 წელს. რაში? დარტსში. ვინ არის ეს პატივცემული? წაიკითხე მანდ ეწერება სახელი. პიტერ რაიტი. პიტერ რაიტი.
ეწერა. მაგრამ იასაკმაოდ. რატო არის ახლა ეს ჯერ ხო უცნაური კაცი ნახე რა ან ზემოთ რა აცვი ან ქვემოთ დარცის სპორტსმენების ასე გამოიყურება. ეს არის ფინალში ეცვა ეს. ეხლა გადადი ნახევარფინალში რა ეცვა. ესე მოიგო ნახევარ. ეხლა მეოთხედ ფინალი. ვანა ხერანაირად ისროა და ჯერ მაინც ზემოთ არის დარცი. ანუ სხვანაირად ვისროდი მთელი ცხოვრება თუ მე ასე უნდა. გადადი მეოთხედ ფინალში. მოიწამა მართალ საინტერესებს. ანუ რო ისროლა. ანუ ესე იგი ძალიან წვერი შენდა მოკიდო ხელი, რომ გაუშვა ჯერ კიდე სადღაც დაიმხეს რომ ერთად არიან, ხო? ვა. და ნუ ასეთი დასასრულიც უნდა გეცოს, კაი. აჰა. ესეცვა მეოთხედ ფინალში. ანუ დარცის დენის როდმანი არის ფაქტიურად. კლეი ტომპსონი უფრო ისე კარგად ისვრის. არა მე ვარ ვიზუალურად ხო რა არეულია იმის ხელი აქ და იმის გემოვნები. აჰა. ზუსტად ასეთი ვარცხნილობა ქონდა დაბალზე დენის როდმას ერთი პერიოდი. ეს მერვედ ფინალი. ეს მე-16 ფინალი. მაგარი შარვალიაში. ой ეს თმე ანუ ის არის პარიკი როგორ არა ეხლა გეტყვით გადადი შემდეგზე გეტყვი აი ეს ქალი არის მისი ცოლი რომლის ოსტატობაც არის ეს ვარცხნილობა ხოლო ტანსაცმელს ურჩევს ქალიშვილი რამ ხიარული ოჯახია ხიარული და როგორც ჯიგრები სოფლიო ჩემპიონიც გახდა ეს კაცი შემდეგი რუბრიკა მივდექით როგორც იქნა MVP მოდი ნახოთ პოსტები აქ დღეს პოსტები არა გვაქვს ცნობილი ფეხბურთელების სულელური ან სასაცილო ნათქვამები ხო იცით ფეხბურთის თამაშის წინ ან მერე პრესკონფერენციებზე რომ გამოყვებიან ხოლმე გვერდით იმას მწვრთნელს და ბრტყელი ტექსტები არის რომ უფლის წყალობით მოვიგეთ ან ბიჭებმა ყველაფერი დავდეთ და სამი გულისთვის ჩამოვედით რაღაცები ლამაზად ვითამაშეთ მაგრამ არ გაგვიმართლა ხო წინააღმდეგისთან თანდათან დავაფასოთ კი რომ ცოტა ორიგინალურად გამოვიდეს მაგრამ არ გამოშთით ხანდახან და ეს ხანდახან შემთხვევები ეს არის ლოირ მაკმენემი მწვრთნელი თქვა რომ როცა 4-0-ს იგებ შეუძლებელია 7-1 წააგო იმ თამაშში. ესეთი ვიზნე დაუტოვა ჟურნალისტებს და გავიდა. რა კითხეს რისი პასუხი ეს იყო ეგ? აი ჯიგარიკა მაგას ფიქრობდი რომ ეგეთი რა კითხეს. არა რაღაც მომენტში Twitter წმენა ხო არ დაკარგეთ თუ ან რაღაცა შეიძლება კითხეს რა თამაშის ფლეობისას და ჩავიდნენ იმისთვის რომ 7-1 არ წაეგოთ. ან შეიძლება ჟურნალისტმა უთხრა რომ 4-0-ს რო იგებდით და მე გავედიო და ვიღაცამ უთხრა 7-1 წააგეშა და მართალიაო და ამთხარ ვარო. გამორიცხული. კაი, წავედით ჩემ. კარგი, შემდეგი. ესე იგი, რონ ატკინსონი ეს მწვრთნელია. უეაკლია და ის გამოვიდა ესტერბინი. დღეს ორი მოგვაკლდა მოძრაობა და პოზიციონირება. ეს ინგლისურადაც იგრია movement და positioning. positioning არ არის მო. ხო და ინგლისურადაც არ გამოდის ორი. ანუ მოგონი მოსისული positioning. გადმოითარგმნა ხუმრობა არ დაიკარგა, მოკლედ. გრამატიკამ არ შეჭამა იუმორი. რიმოში მეორეში ნედარას გულისხმობდა. მოძრაობა და მესიჯი რაღაცა მესიჯ ბოქსი მესი მონდომება არა ინგლისურად რას გულისხმობს movement and მონდომება money მაყუთი money კი ბატონო კაი შავედი ეს არის მეორე რონ ატკინსონის მერე მოდის movement and maps რუკები შეიძლება როგორც რაღაცა ბოშია და მერე გადათარგმნეს და აიგდეს მასხლად ეს ლატანი როცა გადავიდა პარის სენ-ჟერმენში მაშინ უთხრა ჟურნალისტებს რომ ახალი გადმოსული იყო და ვეძებთ ბინას პარიზშიო თუ ვერაფერი ვიპოვეთ მოგვიწევს მე სასტუმრო ვიყიდოთ განაცხადა სლატან იბრაჰიმოვიჩმა ეს ჩემი ბავშვის საფეხბურთო ცოდნა შენია წერე ესა ბავშმა აწყო აი მეთქი ასე იყო თანამშრომელი ყოლია ეძებინებაში თუ ვერაფერი ვიპოვე მოგვიწევს სასტუმრო ვიყიდო
და ბინა რო იყიდოს. რატო? არა, ეს სპეციალურად იხუმრა. რანერის არ წარმოადგენდა ბიზნესი. იხუმრა რომ სასტუმრო გავჩერდე ეგონა ჟურნალისტებს და ვიყიდო რა უთხრა. ეს ის არის ერთ ფუნტზე რო წუწუნებ და წვენში რატო გადამახტევინეს. ეს ის კაცი არ არის. ეგ არის. წავედით წინ ეს არის რიშარლისონი ევერტონის ფეხბურთელი. სკოლაში ისე ცუდად სწავლობდი რომ ჩათულა ხატვაშიც ვერ მივიღე სადაც მასწავლებელი ბიძა ჩემი იყო. აუ რა გული ჩამეწვა ეხა. ჯერ კაცი მასწავლებელი ხატვაში გახსენდება? კი, მე მყავდა კაცი მასწავლებელი ხატვაში. ო, მეც. არა, ხატვაში არა. გახანგრძლივებული კი არა და რა ერქვა, საკეწრეები რო იყო იქ ყავდა თორე. არა, მე მყავდა. და რაღაცა ქოთნების ხატვა დამავალეს და ძალიან არ მომეწონა. მოკლედ ეს ბრაზილიური ფეხბურთელების Angry Birds კი ახლა. ხო, Angry Birds არის იმას სპონსორი. რა გაუჭირდა ეს. რა სერჩი კაც. რა სერჩი Angry Birds ან Everton. არა, მაგარი პროფესიონალი ფეხბურთელი Angry Birds რო არის ნერია. მეც ახლა შევამჩნი. მართლა არ იცოდი? არა. მე FIFA-ში კარიერა მithamashi Everton-ით და ადრე რა იყო ტანკები იყო სპონსორი. 90-იანებში მარიო. ზუმა. კაუნტერი. შემდეგი ეს არა გვაქვს ძალიან ბევრი სპეციალურად. ქრისტოფ პიონტეკი ეს არის პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელი. ჯენუაში გადასვლისას აზრზე არ ვიყავი ვინ იყვნენ ჩემი თანაგუნდელები. ამიტომ PlayStation ჩავრთე და გუნდი FIFA-ში შევამოწმე. იქიდან გაიყვიდან ერთად უნდა ეთამაშა. აუტანიკაცი და ჯენუა ისეთი გუნდი რომ ბევრი ფეხბურთელი არ გავს რა. ეს შაბლონის სახეები აქვს. აუ როგორ აიჭრებოდა იქ რომ მივიდა და პირველ ვარჯიშზე. ვინ არის ჯენუაში? ვინ არის პანდევი? ლასეშონე. ხო ის აიაქსი რო იყო. ეს რუსი წარმომადგენელი ალექსეი საპოგოვი. ამან თქვა რომ ბოლოს 12 წლის ასაკში დავთვერინა. ანუ ამით იმის თქმა უნდა რომ არ ვსვამო რა. ხო, ჯანსაღი ცხოვრების ეს იყო. მეტი რა ვქნა. ბოლოს თუ 12-ის დათვრა მანამდე ხო არის კიდე რამდენჯერმე. მანამდე არის როგორც მინიმუმ პირველად დათვრა. და როგორც და ასევე ისა რა. აქტიურად რო სვავდა. რაღაც პერიოდი. მე ეს არ მეცნობს ფეხბურთელი საპოგოვი. ხო და გადავამოწმე და არ უთამაში ტვერის ჩერნ რაღაც გუნდში. და არ არსებობს. ვოლგა, ტვერის ვოლგაში თამაშობდა ქვედა ლიგაში. ნეტავეს ვისი თამაშია. შემდეგი რუბრიკასაც უცნაურ სპორტებს მივიხილავთ და დღეს გვაქვს ექსტრემალური გაუთოება, ესე ქვია. 98 წელს მოიგონა Phil Shom. და საიდან ინსპირაცია იყო მისი სიძე. ესე ვთქვათ, კემპინგზე რომ მიდიოდნენ, შალაშქოთ რომ მიდიოდნენ, იქაც კი აუთოებდა თავის პერანგებს. ესეთი სიძე ყავდა რა. და იქიდან მოვიდა ინსპირაცია, რომ მოდი მაქსიმალურად ექსტრემალურ სიტუაციებში ვინ დააუთოებს პერანგს. ესეთი სპორტი მოვიგონოთ და რაც უფრო კრეატიულ სიტუაციას მოიგონებ. ოღონ, იცი რა მაინტერესებს? უფრო მაგარი ბალები გიქნები. ანუ ფასდება მარტო კრეატიულობით თუ დაუთოებული დონეზე თანხმობრივად მე პერანგი უკვე სხვა თანხმობრივებთან შეიცვალა ზოგი პირსახოც აუთოებს ზოგი შორტებს იმას პირსახოცას ხო აქვს თავისი კარგი დაუთოების ხარისხი ექსტრემალური დაუთოების ბიურო განმარტავს ასე ვთქვათ ფედერაცია ამ სპორტის ეს არის უახლესი და საშიში სპორტის სახეობა რომელიც აერთიანებს როგორც ექსტრემალურ საგარეო აქტივობებს ასე გაუთოებისგან მიღებულ კმაყოფილების გრძნობას აი ძალიან კარგად რო გააუთოებ რაღაცას და კმაყოფილება რომელიც მე არ დოსამქონია და ვერაფერს ვერ მოუთოებ აქ შეიძლება დაიწვა შეიძლება დენმა დაგარტყოს შეიძლება დაგეკუჭოს დასასველი შეიძლება დაგეკუჭოს დასასველი და დენის გადასახადი ხელი დაგეწოს კი ყავს უკვე ისეთი ლეგენდარული მონაწილეები მაგალითად ექსტრემალური მოუთავე ხო ვინც ბოლომდე ხო ნუ ბინარეში და ნუ აქ დიდი ექსტრემი არ არის ტექნიკა აქვს რაღაცნაირი ხო აქ ხა ნუ საუთო მაგი და გარბის და მაგიტო არის უფრო აი დენის წყარო სადა აქ შეიძლება გაახურა და გაიქცა და შევარდა გაგელდება ანუ მე არ მინდა დავუშვა ის რომ თვითონ გაუთოების ხარისხი აქ არ არის მნიშვნელოვანი.
არა, აი. კარგად გავაუთო. ამას საერთოდ ხელში უჭირავს ნახე. ეხა იმ არღანივი და გამოგივი. ხორვატი სპორტსმენი. ექსტრემალი. აი. თავდაყირა დაკიდებული. და ის ანუ ვიღაც ადამიანს უბრალოდ მოწონდა რომ გაუთო ეს პერანგები ეცვა და სადამდე მივიდა მისი. აუ აიჭრა და ჩამოვარდეს და არ უნდა ჩამოხსნა. მე მკითხო არ უნდა ჩამოხსნა. კაცო რო ყურებს. ეს აპლოდისმენტები ამას ეკუთვნის, ხო? ხო, რო შემოაბრუნა ესა და არ ჩამოვარდა, ხო, კამბექი გააკეთა სპორტში. ოხ, კარგები არიან. ვინ აყვავს ის? მოქმედი მსოფლიოში. 2018-ში თავისუფალი ფრიდაივერი როგორ იქნება თავისუფალი ყვინთვის თავისუფალ ყვინთავმა როლანდ პიკოლიმ გააუთოვა პერანგი 42 მეტრის სიღრმეზე. აი პირველივე სურათი რომელიც არის. ხო, იტალიაში არის ეს ყველაზე ღრმა აუზი მსოფლიოში. ყველაზე საუთობელი მაგითა. ხო, და იმის ფსკერზე ჩავიდა და გააუთოვა და 2018-ში ამით მოიგო ექსტრემალური გაუთავების ჩემპიონატი. აი იქ ხედავთ აი მაგათად კლდეებს შორის. ვანდამივით რო არის. ყველაზე ძალიან ჩემს საყვარელი არის უკუთხ მარჯვენა გადმოხტა, ხო? ამ და სანამ პარაშუტი გაშალა. ვა. იქ ჯგუფურად ფრენდა გადმოხტნენ და ხარ შეაუთავებენ. ძალიან დიდი მასშტაბები შეიძლება, მაგრამ ხუმრობით წამოწყებულმა სპორტმა რა. არ ვიცი ამის ყურება სადმე თუ შეიძლება, მაგრამ აშკარად ისეთი საყურებელი არის რა. არის ოღონდ ფასიანი არის. ბევრ საინტერესოს ნახავ და გაერთავდი. ხო. ხო და იმ კითხვაზე რომ მართლა უნდა გააუთავო თუ რა ტანსაცმელი, არ ვიცი, აუზში კაცმა მოიგო ვაგერ სოფლიო ჩემპიონი გახდა და რა გააუთავო იქ. ხო, აი როგორ შეიძლება იქიდან ამოიტანო გაუთავებული. ხო და ეთქო მთელი სიდიადეც მაგაში იყო. შემდეგი რუბრიკა გვაქვს NASA. NASA. ნეტა ახლა სად არიან? ესეთი რუბრიკა არის და გავიხსენეთ რამდენიმე წარსულში ცნობილი და წარმატებული სპორტსმენი, რომლებმაც სპორტს თავი დაანებეს აქტიურ კარიერას და ნეტა ეხლა რას აკეთებენ. აი გადავხედოთ, ხო. NASA-ში მუშაობდნენ მაგალითად. არა. ფაბიო კოინტრაუ, რეალის ფეხბურთელი, პორტუგალიის ნაკრების წევრი, რონალდოს მაკაცი, ფეხბურთს თავი დაანება, რაც ქონდა ფული, დანაზოგი, რა ვიცი რა, ყველაფერი აიღო, იყიდა სათევზაო გემი და გახდა მეთევზე და ამბობს რომ ოცნება ავიხდინეო. და მთელი ცხოვრება უცნობდი რომ მეთევზე ყოფილიყავია. ოღონდ ისეთი მეთევზე კი არა, მე და ლაბაძე რო თევზაობთ 1000-ში ერთხელ. არა, ეს გახდა მისი პროფესია, მისი საქმე. გემით შედის, სტაფი ყავს დაქირავებული, თევზაობენ და რაღაც მაღაზიებს ამარაგებენ ახალ-ახალი თევზებით. ბრაგას გარეუბნებს. რა მაგალითად ცნობილი ფეხბურთელის დაჭერილი თევზები აქვს ადიდო. სველი რო იყო რა. ხოჭა. სად იყო ეგა? რეალში იყო, ხვევით მაგითო ჩაგისვის ფოტო, ვიცოდი რომ არ გაგახსენდებოდა. ცოტა ფიგურს გავს იმ ფოტოში. რაულსაც გავს სად? და ნუ ნაკრების ის ძირითადი წევრიც იყო, რეალშიც თავისთავად. რეალში კიდე ისე ვერ მოიკიდა ფეხი, მაგრამ მაინც ნუ იყო. ეხლა ესეც რომ იაბრუნონ, დანიელ ვეშ ხო დააბრუნა. რეალმა რო ერთ დააბრუნო გემიდან რო ჩამოს. გემიდან რო ჩამოიღო თევზის სუნიანი კაცი რომ მიიყვანა. შემდეგი არის ვინჩენცო იაკინტა. ამის ცხოვრება რადიკალურად სხვანაირად წარიმართა. რომელი წელი იყო? 2015 წელს ვინჩენცოს წაუყენეს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვისთვის და კალაბრიული ხო? კალაბრიულ მაფიასთან ჭიდრო კავშირებში. დასდეს ბრალი, მოკლედ. და სასამართლო გაიმართა მაფიასთან კავშირი. ადვოკატმა იჩალიჩა და მოუხსნეს, მაგრამ იარაღს ვერაფერი ვერ უქნეს და 2 წლით ჩასვეს ციხეში. ის ფარული ჩანაწერები არ გამოდა თან პროკურატურა. ვიღაცებია წრიპა, პიკოლო და ვიღაცა და ვინჩენცო. ხო და არ გამიკვირდება, იმიტომ რომ ამ საქმეში 140 ადამიანი იყო გარეული და ერთ-ერთი იყო ვინჩენცოს მამა, რომელიც 19 წლით ჩასვეს ციხეში. და მამამის 19 წელი მიუსაჯესო. ხო, ანუ 140 კაციანი ეს იყო რა. შანტრაბა. და ნუ ეს ყველაზე ადვილად გამოძრა ვინჩენცო და სხვათა შორის 2018-ში ჩასვეს თუ არ ვცდები, 2 წელი გავიდა და იმის მერე უკვე აქტიურად აღარ ჩანს და ზის სახში. და თევზაობს.
თევზებს ხატავს. Coentraus და ყველა სათევზო. შემდეგი კლარენს ზეედორფი, ნიდერლანდელი ფეხბურთელი მილანის და აიაქსის და თვითონ ნაკრების. ეხლა ეს კიდე სხვა მართულებით წავიდა, აქ იაპონური რესტორნების ქსელი fingers. თითები. ხო. ესე რომ მოჭამო. თითების finger apostrophe-ი. ვა. თითების. ხო. არა და ამას ისეთი გვარია. მე თევზე ეს უნდა გამختارიყო. ხო, არ ვიცი, მაგრამ მეუღლესთან ერთად. ზე არის ტბა გერმანულად. აჰა. მეუღლესთან ერთად დაიწყო ბიზნესი. აქ რესტორნები მილანში, 2 რესტორანი პარიზში, ერთი კიდე სადღაც და ეხლა მეხუთეს ხსნიდა დუბაიში. და როგორც ამბობენ, ესეთი არის. აი სვეცკი. ის არ არის რა. რესტორნებში შევჩლაპდით რამე შევჭამეთ არა. წარმატებული არის როგორც ფეხბურთში კი და ზუსტად ეგეწერა რომ როგორც ისიც იყო მოედანზეო პლეიმეიკერი და ალაგებდა თამაშსო, ზუსტად აი ეგრე დაალაგა ბიზნესი. ყველასთან თავის დროზე მიდის შეკვეთა ხო და ეს სუში გამიკეთა ის ეგრეთან. ეს კარგი სტუმარი იქნებოდა ლაბაძის პოდკასტში რა. ჩაუგდე. კლარენსი და დატა. და ნუ ამ ადამიანმა გამაოცა საშუალო დონის ფეხბურთელი მეტიუ ფლამინი. არსენალის ცოტახანი მილანის მილიარდერი რო იყო ეგ არის ხო? და გახდა მილიარდელი, ოღონდ გახდა ფეხბურთის თავი დაანება. არა, მაშინაც იყო და არსენალის ფანები თხოვდნენ მესი გვიყიდეო. ამას თხოვდნენ. ხო და თავის ფეხბურთელი. ხო და ამან თავისმა კომპანიონმა დააარსეს GF Biochemicals ესეთი კომპანია, რომელიც მისი ამოცანა იყო რომ დედამიწა უფრო ჯანსაღი და კარგი და სასიამოვნო ცაცხრებელი გახდეს და დაიწყეს რაღაც ნივთიერებაზე ფიქრი, რომელიც პლასტმასში უნდა შერეოდა, რომ მალე დაშლილიყო პლასტმასი და ასე შემდეგ და მოკლედ იმდენად წარმატებული ბიზნესი გამოდგა, რომ 2018-ში 100 ყველაზე პერსპექტიულ ბიზნესმენის სიაში შეიყვანეს. ვა. და თვითონ ეს კომპანია GF Biochemicals-ის პროგნოზი იყო, რომ რამდენიმე წელიწადში 23 მილიარდი დოლარი ეღირება. გარდა ამის, ამაზე არ გაჩერდა, ანუ ეტყობა რაღაცა ის ქიმიური ცოდნა ტვინი ჰქონდა და თავის ყოფილ გუნდელ მესვით იოზილთან ერთად გააკეთა Unity. ხო, Unity, ესეთი თავის მოვლის საშუალება, რომელიც ნატურალური პროდუქტებით არის დამზადებული და ტანის და კანის და ასე შემდეგ. უგლუტენო. ხო, ურაო არ ვიცი, მაგრამ ნუ ფაქტია რომ არსობისა უგლუტენო მოგვეცჭუთ. ეს სლოგანი აქვს. მეტიუ ფლამინი. კი. აი, ხო, ესეთი უცნაური ადამიანი არის ეს ფეხბურთელი და მოკლედ ხო, რა ვიცი. იმედია საინტერესო იყო, რომ გადავხედეთ ამ ძველ სპორტსმენებს მირასაკეთებდა სად არის. ხშირად არის რომ სპორტიდან წასვლის მერე რაღაცა დეპრესიები იმართებათ და არიციან რა ქნან და აკეთებს ცხოვრება სპორტსმენი ხარ და ძალიან მარტივი არის რომ იგივე სპორტში დარჩე და მწვრთნელი გახდე, რაღაცა ბავშვი. და ასე შეგვიძლია რომ საერთოდ სხვა ბიზნესი მოხდო. კარგი, ეს იყო ამ წლის რიგით მეორე სპორტულები. მადლობა რომ გიყურებდით. შევხვდებით ერთ კვირაში. ნახვამდის. ნახვამდის.